საქართველოს CNN-ის ობიექტივში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და გავლენიანმა არხმა ამჯერად ვრცელი სიუჟეტის სვანეთზე მოამზადა უძველესი ტრადიციები, მუსიკა, სვანური კოშკები და ბუნება, რაც უყვება CNN-ი უჟგულის შესახებ მაყურებელს ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს მორიგი ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. რეპორტაჟი სვანეთის ყოფას და დღევანდელ რეალობას ასახავს. თხრობა ავტორმა მეოთხე საუკუნიდან, სწორედ იმ დროიდან დაიწყო, როცა საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა. სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი გმირი რიჩარდ ბაურგია, რომელიც ამჟამად თითქმის სულ სვანეთში ცხოვრობს და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელიცაა. სოფელში წლების წინ პირველად ჩამოვიდა იქ, სადაც ადგილობრივი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ და ყოველ წელს მკაცრი ზამთრის გადატანა უწევთ. ქართველები ბევრს მიამბობდნენ ამ ფანტასტიურ მხარეზე. ამ ჯადოსნურ ადგილას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხი ცხოვრობს. ყველაზე შთამბეჭდავი აქ უჟგულია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1993 წელს შევიდა, უამბობს CNN-ის მაყურებელს რეპორტაჟის ავტორი. მისი თქმით, უჟგული მთელს ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალია და განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს. სვანეთს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. კომუნისტებს გაბატონება ყველაზე მეტად სწორედ აქ გაუჭირდათ. ყველაზე გვიან შემოაღწიეს და ფეხი ბოლომდე ვერასდროს მოიკიდეს. მათ აქ მთის და სვანეთის მკაცრი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები დახვდათ. CNN-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ ნადირობა სვანეთში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. მონადირეები ნადირობის დროს მოწყალებას ტრადიციის თანახმად უფალს და ნადირობის უძველეს ღმერთს შესთხოვენ. კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია აქ პოლიფონიური მრავალხმიანი მუსიკაა. ჩვენ სვანები ტრადიციულად ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობთ. დედის მხრიდან 39 ადამიანი, ხოლო მამის მხრიდან 37. ადრე Facebook-ი არ არსებობდა. ურთიერთობის მთავარ ფორმას ერთად ცხოვრება და სიმღერა წარმოადგენდა. სვანეთს ყოველწლიურად ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. ეს ადგილობრივებისათვის ერთგვარი სტიმულია, თუმცა აქაურები შიშობენ, რომ უძველეს ტრადიციებს თანამედროვე ცხოვრების სტილი საფრთხეს უქმნის და CNN-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემაა.